მარაოიან ხალხი აქ არა ვიცი. ქუთაისში ახლა დღე-დღეზე გაიხსნება ახალი დამოუკიდებელი თეატრი, რომელსაც ქვია ლიანდაგი, ასევე ნიკო ნიკოლაძის დამკვიდრებული ტერმინი ქართულ ენაში. ჩემთვის საზომი არის ნიკო ნიკოლაძე და რეზო გაბრიაძე. იმიტომ რომ ნიკოლაძისტი ვარ ხემით ერფამთ. ზოგადად ალტერნატიული თეატრი ძალიან დიდ გასაჭირშია მთელ ქვეყანაში. ასეთი სივრცეების არსებობა მგონია რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რომ ასეთი სივრცეები არსებობდეს არა მხოლოდ ცენტრალიზებულ თბილისში, არამედ თბილის გარეთაც. ლიანდაგი გვინდა აქ რო დავაგოთ. მატარებელი არ გინდა ლიანდაგი. რა ვიცი. პროფესიით ვარ ჟურნალისტი. ოდესღაც წერდი რაღაც ისეთ განსაკუთრებულს არ ვარ. ცხოვრებაში რაღაცა პერიოდი დამიდგა 1-2-3 წლის უკან, 2 წლის უკან. რომ დავიწყე წერა. ნუ პიესა ჩავიფიქრე და დავიწყე თვითონ თეატრზე. მომინდა ესე იგი გარედან ვიცნობ თეატრს, შიგნიდან არ ვიცნობ თეატრს. გარედან ვარ თეატრალი და მოყვარული რა. მომინდა რომ შიგა სივრცე რაღაცა ვითხოვე რომ თხოვნით და იმითი რომ იქნებ და მაჩვენოთ რა ხდება შიგნით სიღრმეებში რაღაც. ასე თუ ისე გაიწელე სიტუაციები რა. ვერ იმავსენით რა ქვია, არ მოხდა ისე როგორც მე მინდა და მე გაბრაზებულზე მოდი ეზოში გავაკეთებთ. იდეის დონეზე მქონდა მოდი რატომაც არა თან ეს ქალაქი ცნობილი იყო მაგრამ ოდითგან მოყოლებული რაღაცა. ერთი მარტო მესხიშვილის თეატრია და მეტი არა. მაგით ჩამივიდა ჯგუფში რომ რატომაც არა დამოუკიდებელი სივრცე მაგრამ იდეის დონეზე მქონდა. მე საინტერესო ხალხს აქ დადიოდი ნიკო ნიკოლაძის კლუბია რაღაცა და ლექციებს რო კითხულო. ლევან ღამბაშიძე იყო ლექცია წაიკითხა და დადო პოსტი ლევანმა, გამოეხმაურა ბევრი ვინმე, ხალხიც და ამან ძალიან დიდი როლი ითამაშა იმის რომ მე მოვინდომე უფრო. მადლობელი ვარ იმისთვის ყველას, თითო ლარისთვისაც კი 13000 ლარი აიკლილა, თანხას დასამალის არ არის. თუ რამე დაიშალა ქალაქში და საინტერესო ძველმანები რაღაცე დაიშალა სამკერვალო ფაბრიკა და მისი კლუბი ქონდა თავისი და იმან ძალიან ხელი შემიწყო. წამოვიღე იქედან ბევრი რაღაცეები. მე ვარ გიორგი ჯამბურია, რეჟისორი და დრამატურგი და ავტორი პროექტისა ბერსერკები. ბერსერკები არის ექსპერიმენტული თეატრალური პროექტი, რომელიც არსებობს უკვე თითქმის 3 წელი არის. აქამდე ძირითადად ბერსერკების პროექტები ხორციელდებოდა თბილისში, დამოუკიდებელ თეატრებში და დამოუკიდებელ სივრცეებში და ახლა ჩვენ ვეწვიეთ ქუთაისს, რათა თეატრი ლიანდაგი გავხსნათ ბერსერკების სპექტაკლით, რომელიც იქნება ჰაინერ მიულერის ფილოქტეტე. ჰაინერ მიულერი არის ახალგანთქმული გერმანული დრამატურგი, რომელიც იყენებს სოფოკლეს პიესას, სოფოკლეს ტრაგედიას და ანტიკურ მითებს და ქმნის სრულიად ახალ თანამედროვე ტრაგედიას ძალაუფლების, ინდივიდისა და კოლექტივის დაპირისპირების შესახებ. ეს არის პიესა აი ინდივიდისა და კოლექტივის დამოკიდებულებაზე და იმის შესახებ საერთოდ შესაძლებელია თუ არა, რომ ინდივიდი განდევნილობის გზით გაექცეს იმას, რასაც ჩვენ პოლიტიკას ვუწოდებთ, თუ არის ეს საერთოდ შესაძლებელი და რას ნიშნავს კოლექტივის მიერ ინდივიდის ინსტრუმენტალიზაცია, როგორ ახდენს პოლიტიკა ყველა ინდივიდის ერთგვარ ობიექტივიზაციას, როგორ იქცევა სუბიექტი ობიექტად, რომელსაც შემდეგ საკუთარი მიზნებისთვის იყენებს პოლიტიკური სხეული. ამ ქალაქში იშვიათად ხდება სამწუხაროდ ესეთ რაღაცეები. რაღაცა გრანდიოზული აღარ მე ვერ დავიბრალებ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ახალი სამწუხაროდ ძალიან მოიკოჭლეს ქუთაისში. ასეთი თავისუფალი სივრცეები და რაღაცეები და ამიტომ ჯერ ვარ დაკვირვების ქვეშ და მე
იქნება თანამშრომლობად, კოლაბორაციაც რაღაცეები, აუცილებლად. დარწმუნებული ვარ სრულიად მაგაში. ასე რომ ყველასთვის ღია რო იცოდეთ კარი. ყველა ადამიანისთვის ღია, შეუძლია მოგზავნდნენ. რა ვიცი. კლუბის და თეატრის კარი ყველასთვის ღია. საინტერესო და ნიჭიერი ხალხისთვის. ერთი წლით წინ სანამ ეს დემონსტრაციები დაიწყებოდა, რასაც მოყვა შემდეგ დამოუკიდებელი თეატრების ესეთი მასობრივი გაფიცვა, მანამდე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაყურებელი პრინციპში არ აკლდა ქართულ თეატრს. დამოუკიდებელი თეატრალური სივრცეები უკვე ჩამოყალიბდნენ როგორც რაღაცა ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილები, სადაც ყველაზე თანამედროვე, ყველაზე ახალი თეატრი იქნება. მათ მიიპყრეს როგორც კრიტიკის, ისე მაყურებლის ყურადღებაც და ახლა მიმდინარეობს პროცესი, როდესაც ეს სივრცეები კვლავ ცდილობენ, რომ დაიბრუნონ მაყურებლები, კვლავ გადაიქცენ იმ ადგილად, რადგან თავიანთ თავს მოიაზრებდნენ ადრე შეხვედრის ადგილას, სადაც არ არსებობს ასე ვთქვათ, რაღაცა პარტიული დაყოფა, სადაც ადამიანები არ იყოფიან თავიანთი პოლიტიკური თუ რაღაცა სოციალური მსოფლმხედველობების მიხედვით, სადაც ყველას შეუძლია რომ მოვიდეს, შეხვდეს ერთმანეთს, ესენი არის ფიზიკური ადგილები, სადაც თეატრისა და კულტურის მეშვეობით შეიძლება რომ ადამიანები რაღაც შეხვდნენ ერთმანეთს და რაღაც საჭიროებათა საკითხებზე ერთად იმსჯელონ, იმიტომ რომ ჩვენ როგორც ვიცით ისტორიულად პოლიტიკა თუ ყოფს ძირითადად ადამიანებს კულტურა და ხელოვნება აერთიანებს მათ. ზოგადად ალტერნატიული თეატრი ძალიან დიდ გასაჭირშია მთელ ქვეყანაში. თბილისშიც რთულია რომ იმუშაოს და რეგიონებში კიდევ უფრო. ვერ გეტყვით რომ მოვლილი მაქვს და ესე ჩემი თვალით მინახავს, მაგრამ ვიცი რომ ფაქტობრივად არ არსებობს რაღაც ალტერნატიული შემოქმედებითი ჯგუფებისთვის ტერიტორია ან სივრცე ან შესაძლებლობა რაღაც შექმნა. ქუთაისში არისტოს არ მითამაშია და პირველად ვთამაშობ და განსხვავებას თუ მეკითხებით, ხო აი ისევ გარემოს ვიტყოდი, რომელიც ინსპირაციულია და კარნახობს ბევრ ამას. პიესა არის ძალიან კომპლექსური და ამავდროულად აი ისეთ მარადიულ ღირებულებებს ან დაპირისპირებებს საუბრობს, რომელიც ან თანამედროვე ადამიანისთვის და ამ ეპოქისთვისაც და იმ კონტექსტისთვისაც პოლიტიკური თუ გინდათ ავიღოთ ძალიან ეხმიანება რა ამ თემებს. პრემიერა არის 7-8 და 9 ნოემბერს აქ ლიანდაგში და მადლობა ანდროს და ყველას რომ აქ აღმოჩნდი. უბრალოდ ვეტყვი რომ თუ მოვლენ ძალიან საინტერესო ცოცხალ და ამაღელვებელ პროცესში შემოვლენ და ეს არ იქნება მარტო რაღაც ის დაკვირვება ან ყურება, ანუ შეიძლება მაყურებელმა თვითონაც ძალიან კარგად შეიგრძნოს ეს ატმოსფერო და რაღაც ნაწილად იგრძნოს ამ ყველაფრის თავი და ვთხოვ რომ მოვიდნენ პირველ რიგში ჩემ მეგობრებს და მე ყველას აუცილებლად მოვაწყობთ სპექტაკლის შემდეგ შეხვედრასაც მაყურებელთან, სადაც მათ მიეცემათ შანსი, რომ საკუთარი მოსაზრებები გამოთქვან, კითხვები დაგვისვენ, შევიდეთ ერთმანეთთან დიალოგში და დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს პირველი სპექტაკლი გადაიქცევა რაღაცა დასაწყისად, რაც შემდეგ აი ამ სივრცეში უკვე მოიხმობს აქაურ ხელოვანებსაც, აქაურ სცენასთან შევა კონტაქტში და შემდეგ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო აქტიური გახდება. აქ გაკეთებული სპექტაკლი ჩავა თბილისში, მოგზაურებს სხვა ქალაქებშიც, იქიდანაც ჩამოვა უკვე სხვა გამზადებული სპექტაკლები აქეთ და დიდი იმედი გვაქვს, რომ ესე დაიწყება დიალოგი, სადაც ერთმანეთს გავიცნობთ, ერთმანეთს აღმოვაჩენთ და კიდევ უფრო ესეთი თანამშრომლობა, კიდევ უფრო ესეთ მჭიდრო თანამშრომლობას დავამყარებთ ერთმანეთთან.